თუ კონკრეტული მიზანი ან იდეა გაქვს, გაძლევ განხორციელების რეცეპტს. იმუშავე ჩუმად და არ გაანდო სხვებს. იმუშავე სიწყნარეში, უკეთესია მუშაობისას უბრალოდ მოწყდი სამყაროს. შენვე დაგეგმე და იმოქმედე. შედეგიც შენვე გაანალიზე. ისევ დაგეგმე და იმოქმედე. ნუ მისცემ ნაცნობებს, თუნდაც საყვარელ ხალხს, მოსაზრებებით გაუცნობიერებლად მოგიკლან მოტივაცია. არ გაიცრუო იმედი სხვისი აზრების გამო. დიდი ბიზნესებიც მოხდებოდა ასეთ ნიადაგში. მოიძიე მსგავსი გამოცდილებები, მოისმინე დამოუკიდებელი ექსპერტების აზრები, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება შენ მიიღე. შეადგინე პატარა ბიზნეს გეგმები და გადადგი სატესტო ნაბიჯები. შეცდომების დაშვების ნუ შეგეშინდება. ეს სწორი გზის პოვნის მეთოდიკაა. მაგალითად დაგეგმე ასე. განსაზღვრე სამიზნე აუდიტორია, შეარჩიე პროდუქტი, შექმენი ლენდინგ საიტი, სისტრაფისთვის გაუშვი ფასიანი რეკლამა და გაანალიზე შეკვეთების რაოდენობა. სწრაფად თქვი, გადაახვიე და გაანალიზე. არასოდეს დანებდე მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაცას შენი იდეის არ სჯერა. შედეგი თავისთავად ვერ მოვა. შედეგს შენი ქმედებების ჯაჭვი ქმნის. გაწდა ჯაჭვი, შეცვალე კონკრეტული რგოლი. ყველაფერს დრო სჭირდება. თუ ხარ მზად, მაშინ დაიწყე.